მოგესალმებით. პარასკევს 29 სექტემბერს გვექნება სავსე მთვარეობა ვერძის ასტორის ღერძზე თბილისის დროით 13 საათსა და 57 წუთზე ურთიერთობის ღერძზე, რაც გააქტიურებს მე და სხვა ადამიანები, როგორ ვავლენთ ურთიერთობებში თავს. საინტერესოა იმ კუთხით ეს სავსე მთვარეობა, რომ ხდება სისხლში მოყვანა იმ საკითხების, რაც აქტიური იყო, ხოლო შემდეგში საფუძველი ჩაეყაროს ახლის დასაწყის. კულმინაციამდე მიაღწევს აქ ბევრისთვის ურთიერთობების საკითხები, ბევრს სურვილი გაუჩნდება შეცვალოს მიდგომები, შეიტანოს განახლება და ცვლილებები, მაგრამ სავსე მთვარეობა ჩვენ ვიცით, რომ აქ ძაბავს ემოციურ ფონს, ზრდის ადამიანებში დაძაბულობას, ამიტომ სასურველია აკონტროლოთ თქვენი მიდგომები ურთიერთობებში. იყავით მეტად გაწონასწორებულები, უფრო დიპლომატიურები, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ურთიერთობებში გამოიწვევს დასასრულს. განახლება უნდა იყოს მზადება აუცილებლად სიახლე, ყველა გადაწყვეტილება აქტიური იქნება ოქტომბრის დაბნელებაზე. ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ურთიერთობებში, მიუდექით სიფრთხილით, ხოლო ვისაც გინდა ტოქსიკური ურთიერთობების დამთავრება და რომელსაც არ გააჩნია პერსპექტივა, შეგიძლიათ დაასრულოთ. ამასთან ყურადღებით იყავით აუცილებლად ფინანსებთან, რადგან აქ გადახარჯვის ალბათობები ძალიან მაღალია. ეს სავსე მთვარეობა უნდა გამოვიყენოთ საინტერესოდ, განსაკუთრებით უნდა შევძლოთ სხვა ადამიანების გაგება, რომ ურთიერთობებში განახლება იყოს ძალიან საინტერესო, როგორც პირადში, ასევე საქმიანი კუთხით. აუცილებლად შევინარჩუნოთ სიმშვიდე სავსე მთვარეობის წინა და მომდევნო დღეებში და არც არაფერს ახალს არ გეგმავთ. ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას მე ღერძულად განვიხილავ, ვერძის ასწორი, იქნება ურთიერთობების საკითხები აქ აქტიური, მიდგომებში სურვილი განახლების, თავისუფლების, ცვლილებები უნდა მოხდეს ფრთხილად და არა იმპულსიურობა გაზრდილია თქვენთან, რაც სიფრთხილე იქნება საჭირო გადაწყვეტილებებთან. აუცილებელია ბალანსი და დიპლომატიურობა. კურო მორიელი, თქვენი იმუნიტეტი აქ დაბალია, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ემოციური ფონი არის გაზრდილი, ყოველდღიურობაში, დეტალებში, საყოფაცხოვრებო თემებში, სამსახურში, აქ შეიძლება შემოვიდეს ცვლილებები, ამიტომ მოერიდეთ აქ კონფლიქტურობას, დაპირისპირებას, თქვენი ყველა გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს ფრთხილი და დაფიქრებული. ტყუპები მშულდოსანი, თქვენთვის ცვლილებები იქნება ძალიან კარგი. შეიტანეთ განახლება სიყვარულში, ურთიერთობებში, ერთიან საქმესთან იქნება დაკავშირებული, რაც შესაძლოა სწორად მიღებულმა სიახლებმა შემდეგში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანოს. კირჩხიბები და თხისრქები. სიფრთხილით მიუდექით ოჯახისა და სამსახურის თემებს, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე როგორც სახლში, ასევე სამსახურში, რადგან მაღალია დაძაბულობის ალბათობა, ეცადეთ მეტად გაუფრთხილდეთ თქვენს გადაწყვეტილებებს და ისე იმოქმედოთ. ლომი მერწყული, თქვენთან გამართლების ალბათობა მაღალია, უცხოეთის სწავლის საკითხებთან დაკავშირებით, ვისაც მაგალითად დაწყებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი საკითხები, მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, საბუთებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ შეიტანოთ განახლება თქვენ და სასიკეთოდ. იმპულსურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ბალანსის დაცვა აქაც აუცილებელია. ქალწულები და თევზებისთვის, ფინანსების საკითხებთან იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან აქ გადახარჯვის ალბათობები ძალიან მაღალია, არ არის სასურველი ამ პერიოდში ბანკებთან, სხვის ფინანსებთან ურთიერთობა, ასევე მოერიდეთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს, კარგია ვალის გასტუმრება, აქტიური გახდება აქ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხები, რასთანაც აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ. არ მიიღოთ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებები, რაც შემდეგ შეცდომის ტოლფასი იქნება. შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ ფინანსურ საკითხებში უფრო დადებითი კუთხით. მადლობა ყველას, გამოიწერეთ და მოიწონეთ